მე ვარ გურამ შავდია, მხატვარი. მუსიკა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე და რაღაც ერთგვარი თანამგზავრია. დაწყებული ბაროკოს დროით, დამთავრებული თანამედროვე მუსიკით. ბოლო წლებია მუშაობ ნიშან სიმბოლოებზე, კულტურიდან მოტანილ რეფერენსებზე, რომელიც საბოლოოდ რაღაც არქეტიპად ყალიბდება. ბეტმენი, რომელიც ქალაქ გოთემიდან გაიქცა და თავისუფლებაში სამსახურებრივ მოვალეობას აღარ ასრულებს. არის ბუნების წიაღში და ძალიან რომანტიკულად გზნობს თავს. ეხლა მუშაობ ბაროკოზე, ეს არის ჰენდელი მაგალითად კომპოზიტორი, ამ ბაროკო ხდება ბუნებას, ესეთ რაღაც ინტერპრეტაციებს ვაძლევ. ჩემი შვილიც გიჟდება ბიტლსებზე. მის გასახარებლად დავხატე ერთ-ერთი ალბომის Sgt. Pepper's ყდა და როცა ვაჩვენე ეს ნამუშევარი, მე რაღაცები შემისწორა. მყოფებით რაუმში, ეს არის არტ-სივრცე, გალაქტიონ ტაბეძის 18 ნომერში და ეს არის ჩვენი სახელოსნო, მე და ჩემი მეუღლის მარია მოდიშელიძის. ამას უცებ ჩამოვკიდებ. მე ვარ მარია მოდიშელიძე, მხატვარი. კაი, იყოს ეს. ამ ოთახში ყველაზე ძველი ნამუშევარი არის ეს 2016 წელს არის დახატული. ჯერ იდეა წამოვიდა რაღაცა 64-ის ბაღიდან. და ეს ფანტანი, რომელიც რაღაც იმ მომენტში ფანტანზე იმდენ და არ ვიყავი თითქოს რაღაცა ორიენტირებული, მაგრამ მაინც აი ცენტრში რაღაც ესეთი ის წაიღო ყურადღება და წლების მერე თითქოს ისევ აფეთქდა ჩემში. მერე უკვე ტექსტილზე მუშაობისასაც წამომივიდა და აი ესეთ ფორმაში განვითარდა. ამ ეტაპზე უფრო ტექსტილით ვარ დაინტერესებული. ესეც ჩემი ნახატიდან არის თეატრი მაქვს დახატული ტილოზე და რაღაცა ეს თეატრი მომინდა რომ ნაჭრებითაც გამეკეთებინა და აწყობის პროცესში ვარ. აი ეს არის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ტექსტილში, რაც გავაკეთე. სახელწოდება არ აქვს და დიდად არც მინდა რომ რაღაც ახსნა განმარტებები მივცე. მაგრამ ესე მითხრეს რომ რაღაც იმას გავსო, რა ქვიაო, აფრებსო, რომელიც უნდა თითქოს გაფრინდესო და რაღაც სიახლე მოიტანოსო და მომეწონა, მაგაზე არ მიფიქრია. ჩვენი სახელოსნოს გარდა ეს სივრცე არის ასევე საგამოფენო სივრცე, რომელიც მარტო ჩვენი გამოფენებით არ შემოისაზღვრება და ღია არის სხვადასხვა თანამედროვე ხელოვანებისთვის. შესაბამისად გვინდა რომ ესეთი პატარა კუნძულივით ვიყოთ, არა გალერეა, არამედ თავისუფალი ალტერნატიული სივრცე. რაუმი გერმანულად ოთახს ნიშნავს სივრცეს და რახან აკადემიაში ვსწავლობდი დუსელდორფში, იქ იყო საკლასო ოთახებზე მითითებული რაუმ და მაგალითად ნუმერაცია და გვინდოდა რაღაც სიმბოლურად დაკავშირებულიყო აკადემიასთან, რომ აქაც საქართველოში ყოფილიყო ერთი რაუმი. სივრცე, სადაც იქნებოდა ხელოვანების გადაკვეთის ადგილი.